შესაძლებელია თუ არა ერთი სქესობრივი კონტაქტით ურსულობა. და მართალია თუ არა, რომ თუ გაქვს ხშირი სქესობრივი კონტაქტი, დაურსულების შანსი უფრო მაღალია. კიდევ არის ერთი კითხვა, რომელსაც ძალიან ხშირად მწერენ, ქონდა სქესობრივი კონტაქტი, არასრულყოფილი და შესაძლებელი იყო თუ არა, რომ დავურსულებულიყავი. და არასრულყოფილში იგულისხმება ის, რომ პენეტრაცია არ მოხდა. ანუ სპერმის დაღვრა საშუში ქალის სხეულში შიგნით არ მოხდა და მოხდა ახლოს და შესაძლებელია თუ არა ეს ასე ამ გზით დაურსულდე. იმისათვის რომ ამ კითხვებზე პასუხი გაგცეთ, პირველ რიგში აღვნიშნავ იმას, რომ იმისთვის რომ ქალი დაურსულდეს, საჭიროა ბევრი პირობა, მაგრამ აქედან ორი ძირითადი პირობა ეს არის ის, რომ სპერმა მოხვდეს საშუში და მეორე ის, რომ სქესობრივი აქტი სრულყოფილი დავარქვათ, მოხდეს ოვულაციის პერიოდში. ან ყოველ შემთხვევაში ოვულაცია იყოს ახლოს. ანუ ოვულაცია ეს არის პერიოდი შეგახსენებთ, როდესაც საკვერცხიდან ხდება კვერცხუჯრედის გამოსვლა გარეთ, იმისთვის, რომ ის გაანაყოფიეროს სპერმატოზოიდმა და ოვულაციის გარეშე ორსულობა ვერ მოხდება. აქედან გამომდინარე, თუ სქესობრივი კონტაქტი მოხდა ერთადერთხელ, მაგრამ დაემთხვა ოვულაციის პერიოდს, მაშინ ორსულობის შანსი მაღალია. მეორე საკითხი, თუ სქესობრივი კონტაქტი ხდება ყოველდღიურად, ნამდვილად რომელიმე დღე დაემთხვევა ოვულაციას. მაშინ შეიძლება ვიფიქროთ, რომ დაურსულების შანსიც მაღალია. არ არის მაღალი, იმიტომ რომ სპერმის ყოველდღიური დაღვრა აუარესებს სპერმის ხარისხს და მას სჭირდება გარკვეული პერიოდი იმისთვის, რომ აღდგეს. ამიტომ რეკომენდირებულია, თუ რასაკვირველია ორსულობას გეგმავთ, ამ შემთხვევაში სქესობრივი კონტაქტი შედგეს დაახლოებით 2-3 დღის ინტერვალით. მესამე საკითხი, ეგრეთ წოდებული არასრულყოფილი სქესობრივი კონტაქტის შესახებ, რომელსაც ძალიან ხშირად მეკითხებიან და სულ რამდენიმე დღის წინ დავდე ვიდეო, სადაც ყვებოდი, როგორ მომართა პაციენტმა ვაგინიზმის პრობლემით. ვაგინიზმი ნიშნავს, როცა ქალი ვერ ახერხებს სქესობრივი აქტის განხორციელებას, რადგან მას აქვს გარკვეული შიშები, სპაზმი, ტკივილი და ასე შემდეგ. და მას შესაბამისად სპერმა არ ხვდება ქალის ორგანიზმში. ეს ქალბატონი ვაგინიზმის პრობლემა ჰქონდა, მაგრამ აღმოჩნდა ორსული. ეს უიშვიათესი შემთხვევაა, იმიტომ რომ როგორც ჩანს, სპერმის დაღვრა მოხდა გარედან, ანუ ქალის სასქესო ორგანოებზე გარედან და ის რაღაცნაირად მოხდა საშუში და შემდეგ საშუალოსნოში და ასე შემდეგ და შეძლო განაყოფიერება. როგორც წესი, არასრულყოფილი სქესობრივი კონტაქტით დაურსულების შანსი არის ძალიან დაბალი და ის შემთხვევა, რომლის შესახებ მე მოვყვევი, არის ძალიან იშვიათი. მაშასადამე არასრულყოფილი სქესობრივი კონტაქტით ორსულობა პრაქტიკულად არ ხდება, თუმცა არ არის გამორიცხული, რაც შეეხება სქესობრივად გადამდებ ინფექციებს, ის გადაეცემა როგორც სრულყოფილი, ასევე არასრულყოფილი სქესობრივი კონტაქტი.